საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს სოფელ კახაბერშიც. კახაბრის 32 ნომერში მცხოვრებმა დევნილებმა და ეკომიგრანტებმა იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოითხოვეს, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყოფილი ნარკოლოგიური შენობაში წინა ხელისუფლებამ ისინი შემდგომში ფართის დაკანონების პირობით შეასახლა. პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობამ შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მათ მდგომარეობას ადამიანის უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაეცნოდა მთავრობას დახმარებისაკენ მოუწოდა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობა, რომლის დაკანონებასაც მოსახლეობა ითხოვს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს და კომენტარს ვერ გააკეთებენ. უქმე დღის გამო კომენტარი არც საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში გაკეთდა. მთავრობის მოყვანება შესახლებული და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს გაფორმდებოდა. ყოველ წელს, ყოველ თვეში დამა ჟინჭარაძესა მივდივოდი და ვიდრე ჩვენ გაფორმდეს, ჩვენი უნდა ვიცოდეთ. ასე ვიღაც გეივლის, ოღონ ხმა მიეცი, იმ დღეს დამთავრდება, დუმბაძე გასულ წელს აქ რომ მოვდა, აგზე იყო ზუსტად და დუმბაძე. ხელები მოგდეხო, ფეხები მოგდეხო, თუ იმას ხმა მიეცოდო, მივეცით ხმა. შევდა პარლამენტში, მის კამიკაში ჩაჭა და დაავიწყდა აჭარას, აჭალების საქართველოს. ჩვენ ვთხოვთ ამ შენობის დაკანონებას. არ მაინტერესებს არაფერი, რა ვერ დათვალენ მაგათმა. მოკლედ რო ვთქვა, იმდენი წელი მედიაში ვცხოვრობდით, შეჭმულ მილიონებზე არაფერს არ ვამბობ, დიდი პროცესია. არც არაფერზე არ ვამბობ, არაფერი, ეს რაც გვაქვს, ხო ეს დაგვიკანონონ და გზაზე დაგვაყენონ, თორე ძალიან სავალალო შედეგს მიიღებენ სხვათა შორის. არა მარტო გზის გადაკეტვა, აი იმ სკამებზე რო ზიან წლობით ერთი და იგივე ხალხი და თუ არ იციან ამდენი წერა კითხვა, მოაბამენ თავს, გადადგნენ. აქ არის ერთადერთი მოთხოვნა, რომ ამ ხალხს ეს ფართი დაუკანონდეს, იმიტომ რომ არ დაკანონება უქმნის მრავალ პრობლემას მოჯახებს. აქ არის ელემენტარული რაღაცა, ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ დაუკანონდეს. თუ ხელისუფლებას სხვა რამე აქვს გეგმაში, ან გაყიდული აქვს ეს ტერიტორია, ან ამათ გადაყვანას აპირებს უფრო უკეთეს პირობებში ან რაღაც, ესეც უთხრას.